ახალი ექვსე სტუდიაში ფინა ბეგიაშვილი მუშაობს. გამარჯობა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გიგი უგულავას დაკითხვასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. როგორც საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა ნათია სოხიაშვილმა განაცხადა, თბილისის მერმა დუმილის უფლებით ისარგებლა და ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, რის გამოც მისთვის მხოლოდ ბრალის საყენება მოხდა. მისივე თქმით, ფილ სერვისის ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიების პროცესში კიდევ ერთი სამსახური ჩაერთვება. საგამოძიებო სამსახურის საქმის მასალებს სახელმწიფო აუდიტის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურს გადაუგზავნის. სოხიაშვილის განცხადებით პროკურატურა შუამდგომლობას აქვთ ღონისძიების შესახებ ხვალ 18 საათზე დააყენებს. ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, ამიტომ დღეს მოხდა მხოლოდ მისთვის ბრალის წარდგენა. მას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192 მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, ასევე 194 მუხლის მესამე ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს. აღკვეთი ღონისძიების შესახებ პროკურატურა შუამდგომლობას დააყენებს სასამართლოში ხვალ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ეზოში დილიდან მიმდინარეობდა თბილისის მერის გიგი უგულავას მხარდასაჭერი აქცია. მხარდამჭერებს შორის ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები და საპარლამენტო უმცირესობის წევრები იყვნენ. გიგი უგულავას ბრალის ხვის იქონების მხართ საწინააღმდეგოდ მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლებით წარადგინა. აქციაზე პირველი ტრანსპარანტი გიგი არ დაუთმო თბილისი ბიძინა ივანიშვილს დედაქალაქის მერის მოადგილის თანამდებობაზე დასახელებულმა ვანო მერაბიშვილმა მიიტანა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ნაწილის ეზოში მერის თანამშრომლებმა დილიდან მიიტანეს ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობაც. წესრიგის დასაცავად წინასწარ იყო მობილიზებული საპატრულო პოლიციის ქვედანაყოფებიც. ბრალის სასაყენებლად დაბარებულ ქალაქის მერს აქციაზე პოლიტიკური თანამოაზრეები, თანამშრომლები და ოჯახის წევრები აპლოდისმენტებითა და გამამხნევებელი შეძახილებით დახვდნენ. ცხოვრებაში ბევრი რამე მინახავს და წარმომედგინა, მაგრამ ბრალდებული თუ აღმოჩნდებოდი არ მეგონა. ესეც კარგი გამოცდილებაა ცხოვრებისეული. ნამდვილად არანაირი პრობლემა არ არის. წავდგე მართლმსაჯულების წინაშე და საზოგადოებას ღიად დავანახოთ ჩვენი სიმართლე. უგულავას მიერ გამოყენებული დუმილის უფლება და ბრალის საყენება ზუსტად საათ ნახევარს გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ნაწილის ეზოში პოლიტიკური შეფასებებიც ისმოდა. უმცირესობა პოლიტიკური დევნის გარდა დღეს მოსალოდნელ სამოქალაქო დაპირისპირებაზეც ალაპარაკდა. დღეს არის საქმე იმაში, რომ თუ პროცესები ასე გაგრძელდა, ჩვენ მივდივართ ფუნდამენტური სამოქალაქო დაპირისპირებისკენ ამ ქვეყანაში, რაც დაგვაბრუნებს 90-იან წლებში. აქვთ ამოცანა პოლიტიკური ოპოზიციის განადგურების. პირველ რიგში ვინა თქვა, რომ ამ ამოცანას ის ვერ მიაღწევს. შეიძლება კონდეს შესაძლებლობა, რომ საფრთხეში ჩააგდოს დემოკრატია ქვეყანაში გარკვეული დროის განმავლობაში, მაგრამ საბოლოო ჯამში ამოცანა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა დაისახა, რომ არ ჰყავდეს პოლიტიკური ოპონენტი, რომელიც მას აწუხებს, ამ ამოცანას ის ვერ მიაღწევს. როგორც ჩანს, არის პანიკური შიში 19 აპრილს ჩვენი დაანონსებული აქციის, ამიტომ დაჩქარდა მოვლენები. პოლიტიკური თანამოაზრეების გარდა უგულავას მხარდასაჭერ აქციაზე მეგობრების სტატუსით საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ტელეკომპანიების ყოფილი დირექტორები და ჟურნალისტები შეიკრიბნენ. ჩემი მეგობარია, მაშინ არაფერი ახალი არ არის, მე მგონი ყველა მიცით და თან მეგობრებში, ოჯახის წევრებში, გარემოცვაში თუ ვინმეზე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორად უცხოვრია, შეძლების დაგვარად. ერთ-ერთი არის გიგი, ერთ-ერთი პირველთაგანი. და ამიტომ მოვედი მეგობართან საგულშემატკირო. აქცია გიგი უგულავას საგამოძიებო ნაწილიდან გამოსვლის შემდეგ დაიშალა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ქალაქის მერს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 192 მუხლით წარადგინა ბრალდება, მეორე და მესამე ნაწილი. რას თვალისწინებს ეს? ეს არის 7-დან 11 წლამდე თავისუფლების. დედაქალაქის არჩეულ მერს დღეიდან ეკრძალება ქვეყნის დატოვება და მას გამოძიებასთან თანამშრომლობა მოუწევს. ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკური ბრძოლის თბილისური ფრონტისთვის ემზადება სამოქმედო სცენარიც, რომელშიც გიგი უგულავა როგორც დედაქალაქის მერი არ ფიგურირებს. ამ გეგმის მიხედვით უგულავას ძალაუფლება ვანო მერაბიშვილმა საკრებულოს წევრ სევდია უგრეხელიძესთან ერთად უნდა ჩაანაცვლოს. ეს იმ შემთხვევაში, თუ მართლმსაჯულება გიგი უგულავას თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებს. არსებული სქემით კი ჯერ კიდევ მოქმედი მერი თბილისში ნაცმოძრაობის მთავარ ფორპოსტად რჩება. თბილისელა მომრჩეველთა ხმათა უმრავლესობით გამარჯვებული საკრებულოდან 3 წლის წინ არჩეულ მერს ქომაგად რამდენიმე ასეული თანამოაზრე შერჩა. ნაცმოძრაობის აქამდე ძლევა მოსილ ლიდერს ათასობით თანამოქალაქის მხარდაჭერის რესურსი აღარ აქვს.
იმედი პოლიტიკურ გარემოებათა ცვლაზეა. ჩემი აზრით ეს ყოფილი დასაწყისიც კი არ არის. ესენი ბევრად უფრო სერიოზულ და ბევრად უფრო მძლავრ პრობლემებს შეეჯახებენ. საბედნიეროდ არა მარტო საქართველოს. სამი თვის დარღვეულ ძალთა თანაფარდობას ახლა ბრძოლა სჭირდება. სამართლებრივ დავასთან ერთად მერს მოქმედება დედაქალაქში გავლენისთვისაც უწევს. გარემოების ცვლისთვის აუცილებელი პათეტიკა ხდება. მე დღეს უფრო ბედნიერი ვარ, როდესაც აი აქ ერთად ასე მხნეთ, ასეთი ანთებული თვალებით ხედავთ. მე არ მაქვს უფლება უკან დახევის. მერის სამართლებრივი დევნის კამპანიას ნაცმოძრაობის პარტია დედაქალაქის ხელისუფლებაში ძალების კონცენტრაციით პასუხობს. თბილისის ფრონტზე უგულავასთან ტანდემში სევდია უგრეხელიძესთან ერთად პარტიის გენერალური მდივანიც განიხილება. დაიწყო უკვე ჩვენ აქტივისტების შევიწროება და უკვე დაიწყო აგერ გიგი უგულავას დაპატიმრება ძალისაყენება ბოდიში არის ამის მაგალითი. მე ძალიან ბედნიერი ვიქნები და მოხარული რომ როცა ჩვენ ბევრი ადამიანები შევიკრიბებით ხელისუფლებას ვაჩვენებთ რომ ჩვენ გვინდა ისეთი ქვეყანა სადაც არ აქვს ადგილი ძალადობას. თბილისის სამოქალაქო მხარდაჭერაში დარწმუნებული მმართველი გუნდი ადგილობრივ არჩევნებამდე თანმიმდევრული პოლიტიკის მომხრეა. დედაქალაქის თვითმმართველობაში მძიმეწონოსანი ოპონენტების თავმოყრა პოლიტიკურ უმრავლესობას არ აღელვებს. კარგად გაიაზროს ყველამ, რომ პოლიტიკური ბრძოლა, პოლიტიკური კონკურენცია ეს არის ერთი საქმე და კანონი არის მეორე საქმე და კანონის დარღვევა არ ეპატიება არავის, არც ოპოზიციას, არც ხელისუფლების წარმომადგენლებს. გამორიცხული არაა ხვალიდან თბილისისთვის ბრძოლაში ყოფილ უმრავლესობას დაგეგმილი საკადრო გადათამაშების დამტკიცება მოუხდეს. ამ შემთხვევაში უგულავა უგრეხელიძის წყვილს უკვე მერაბიშვილი უგრეხელიძის ტანდემი შეცვლის. ჯოზეფ კეი თავდაცვის ყოფილმინის დავით კეზერაშვილს იმედის იძულებით წართმევაში ადანაშაულებს კეის ჩვენებით იმედის დათმობის პროცესში მიხეილ სააკაშვილიც მონაწილეობდა. კეი ადასტურებს, რომ გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის დავალებით რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა შპს რიყის მფლობელმა დავით იაკობაშვილმა $9 მილიონ ჩაურიცხა ამ თანხის დაფარვის ვალდებულება უგულავამ და კეზერაშვილმა იმედის დათმობის სანაცვლოდ აიღეს. ეს თანხა ჯოზეფ კეის ინვესტიცია იყო, რომელიც იმედში ჩადო. ჯოზეფ კეის ჩვენების დეტალებს მისი ადვოკატი ყვება. კეი ქართველმა სამართალდამცველებმა თურქეთში ადვოკატის თანდასწრებით 15 თებერვალს დაკითხეს. ჯოზეფ კეის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენების დეტალებს გვიყვება. ემზარ პაქსაძის განცხადებით კეის დაკითხვა 15 თებერვალს თურქეთში შედგა, რასაც თავადაც დაესწრო. დამცველის განმარტებით რიყესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაში მისი სახელის ამოტივტივება კეისთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა. ინგლისში რეგისტრირებულ ჯოზეფ კეის კომპანიას იმედში ინვესტირებული თანხა შპს ახალი რიყის მფლობელმა რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა გიგი უგულავას დავალებით ჩაურიცხა. გიგი უგულავა ეუბნება ფირმა მოგვეცია ზუსტად ამ სიტყვებით, რომ ანგარიში ჩაურიცხოთ, ანუ რეკვიზიტები. ჯოზეფმა კითხა, რომ საიდან რიცხავთ? მას უთხრეს, რომ იაკობაშვილსო ჩვენი ვალი აქვს. ჩვენი ფული აქვს, ვალი არა, ჩვენი ფული არის იაკობაშვილთან და ისო ჩაგირიცხავს. როგორც ადვოკატი ამბობს, ჯოზეფ კეი იძულებული იყო იმედის საკონტროლო პაკეტი 90% დაეთმო. უგულავამ და კეზერაშვილმა პირობა მისცეს, რომ წილის დათმობის სანაცვლოდ იმედში გაწეულ ხარჯს $10 მილიონამდე აუნაზღაურებდნენ. ჯოზეფ კეის ჩვენებით 2008 წლის დეკემბერში კეზერაშვილმა ოფისში დაიბარა, სადაც მუქარით აიძულა წილი დაეთმო. კეის კეზერაშვილმა ტელეფონზე პრეზიდენტი სააკაშვილიც დაალაპარაკა. კეზერაშვილმა გავიდა ოთახიდან და რამდენიმე წუთში ბრუნდება უკან, აძლევს ტელეფონს ბატონ ჯოზეფს და ეუბნება, რომ ელაპარაკე, ვინ არის ეკითხა და ელაპარაკე. უპასუხა ბატონო და მეორე მხარეს საქართველოს პრეზიდენტი ბატონო მიხეილ სააკაშვილი იყო და ეუბნება ესეთ სიტყვებს, რომ რასაც კეზერა გეტყვის, კეზერას ეძახის თურმე შინა. კეზერა გეტყვის ისე გააკეთე. რამდენიმე დღეში გაფორმდა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. უგულავას მითითებით ჯოზეფ კეიმ თავისი წილი გადასცა დავით კეზერაშვილის კონტროლს დაქვემდებარებულ პანამაში რეგისტრირებულ კომპანია ბორდექს ლიმინტედს. თანხა, რომელიც გადაეცხა თბილისის მერიამ, რეალურად არ ასახავდა იმ ცვლილებებს, რომელიც რიყის ტერიტორიაზე განხორციელდა იმ პერიოდში. არც ერთი კონტრაქტი, რომელიც გაფორმდა რიყის ტერიტორიის უკან გამოსყიდვაზე, არცაც საუბარი არ არის იმაზე, რომ შეპესი ახალმა რიყემ, რომელიც რიყის მესაკუთრე იყო, გააუმჯობესა რიყის ტერიტორია და შეასრულა აღებული ვალდებულებები. ადვოკატის განცხადებით ჯოზეფ კეი მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს და საჭიროების შემთხვევაში საქართველოშიც ჩამოვიდეს. ემზარ პაქსაძის განმარტებით საქმეში ბევრი მტკიცებულებაა, რომელიც ჯოზეფ კეის ჩვენებას ამყარებს.
ჯანდაცვის სამინისტრო ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას პასუხობს სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც რამდენიმე ათას მოქალაქეს სოციალური დახმარება შეუწყდა. ნეო კინგლაძის განმარტებით ჯანდაცვის სამინისტრო შემოსავლების სამსახურისა და სხვადასხვა უწყების მონაცემებს დაეყნო, რის საფუძველზეც აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ათას ადამიანს ყოველთვიური შემოსავალი და ქონება დაუფიქსირდა. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, იმ შემთხვევაში თუ დახმარების უსაფუძვლოდ მოხსნა დაფიქსირდა ასეთი პირებისთვის თანხის ანაზღაურება მოხდება. კინგლაძის განმარტებით ასევე დაწყებულია იმ 25,000 პირის შესწავლა, რომლებსაც გუბერნატორების მოთხოვნით სოციალური დახმარება წინა საარჩევნოდ დაენიშნათ. ხდებოდა შემოწეთ ტელევიზიაში ინტერვიუის მიზეზი იყო ჩვენს მიერ მიღებული ინფორმაცია შემოსავლების სამსახურიდან, საჯარო რეესტრიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან იმის თაობაზე, რომ ერთი მხრივ ამ პიროვნებებს ჰქონდათ შემოსავლები, მეორე მხრივ ერიცხებოდათ გარკვეული ქონება შესწავლის შედეგად. თუ აღმოჩნდება, რომ რაიმე მონაცემი, რომელსაც ჩვენ ვაყნობოდით, მართალია ის მიღებულია სახელმწიფო სტრუქტურებიდან და ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ ამ მონაცემებს ამ ეტაპზე არ დავეყნოთ. აღმოჩნდება, რომ ეს მონაცემები არის არასწორი და არასწორად მოხდა შეჩერება ან შეწყვეტა, ყველა მოქალაქეს აღუდგება სტატუსი და სრულად აუნაზღაურდება განაცდური. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრ ლადო ვარძელაშვილს და მასთან ერთად დაკავებულ ორ პირს ბრალი უკვე წარადგინათ. ხვალ აკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლო იმსჯელებს. ამის შესახებ ბრალდებულ ზვიად ქავთარაძის ადვოკატმა კახაშონიემ განაცხადა. მისივე თქმით, ლადო ვარძელაშვილთან ერთად ხვალ სასამართლო აკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს ბრალდებულების ზვიად ქავთარაძისა და ვახტანგ ბიჭიკაშვილთან მიმართებაშიც. ვარძელაშვილს ბრალის სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით წარადგინა, რომელიც იარაღის უკანონო შენახვას გულისხმობს. სამართალდამცველებმა სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი და მასთან ერთად ორი პირის ზვიად ქავთარაძე და ვახტანგ ბიჭიკაშვილი გუშინ ვარძელაშვილის საცხოვრებელ სახლში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ დააკავეს. ლადო ვარძელაშვილის მისმა ნათესავმა აჩუქა იარაღი, შესაბამისად არ მოხდა ამ იარაღის გადაფორმება და გამოვიდა ისე, რომ იგი უკანონოდ ინახავდა ამ იარაღს მის საცხოვრებელ სახლში. მას ბრალი წაუყენეს 236 მუხლის პირველი ნაწილით, ანუ ცეცხლსწორი იარაღის უკანონო შენახვით. თავს ცნობს დამნაშავედ აღიარებს თანამშრომლობის გამოძიებასთან. ზვიად ქავთარაძის საერთენა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლის პირველი ნაწილით. ეს გახლავთ სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, მან წაყენებულ ბრალდებაში თავი მთლიანად დამნაშავედ აღიარა მის მიერ უნებლიეთ და გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მეორე დღე ეუთოს მუდმივ მოქმედი კომიტეტის ხდომით დაიწყო, სადაც ძირითადად საორგანიზაციო საკითხებს განიხილავენ. სხდომას ქართული მხარეც ესწრებოდა შეხვედრაზე საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ სიტუაციაზე იმსჯელეს. კონფლიქტებისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის სურვილი და მზადყოფნა გამოთქვა. ეუთოს მისია საქართველოში დაბრუნების სურვილს და მზადყოფნას გამოთქვამს. ამ საკითხზე მოლაპარაკებები ვენაში მუდმივ მოქმედი კომიტეტის ხდომაზე ქართულმა საპარლამენტო დელეგაციამ ეუთოს კონფლიქტების პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელთან გამართა. პირველ ეტაპზე თბილისში ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის გახსნა იგეგმება. აუცილებელია, რომ ადამიანის უფლებათა ოფისი არსებობდეს ქვეყანაში, ერთი მხრივ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაითმოს ამ ოფისის არსებობა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საფასურად. არ არის იურიდიული საკითხი ბუნებრივია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის დადგება სტამბოლის სამეცნიეროც. ქართული მხარე მზად არის ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის აღდგენის პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღოს. ოფიციალური თბილისი ეუთოს მისიას არჩევნების შემდეგ დაკავებულ მაღალჩინოსანთა სასამართლო პროცესებზე დაკვირვებას თავაზობს. ჩვენი ოპონენტები გვეუბნებიან, რომ ეს არის პოლიტიზირებული და ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის მხოლოდ მართლმსაჯულების აღდგენა ამ ქვეყანაზე, რომელიც არის ერთ-ერთი უპირველესი დანაპირები ქართული ოცნების. ეუთოს მისიის საქართველოში დაბრუნება დღეს საპარლამენტო უმცირესობის წევრებმაც შეაფასეს. ეუთოს მისიის აღდგენა ცუდი ნამდვილად არ იქნება, ოღონდ იმ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პირობით, თუ კი ეს არ გამოიწვევს ევროკავშირის მისიის შეწყვეტას საქართველოში. ოპოზიციის ამ პოზიციას არ ეთანხმება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. ეუთოს მისიის მანდატის აღდგენა ევროკავშირის მისიის მუშაობას ხელს არ შეუშლის, აცხადებს ირაკლი სესიაშვილი. ჩვენ აქეთ ვეხვეწებით საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ მაქსიმალურად განახორციელოთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი. გინდა სასამართლო პროცესების გამოძიება, მედიის თავისუფლება და ასე შემდეგ. და რატო? იმიტომ რომ
რამდენადაც ვიცით ჩვენ რომ აბსოლუტურად გამჭირვალე და ღია პოლიტიკას ვაწარმოებთ, რა თქმა უნდა არანაირი შიში არ აქვს იმისა რომ ვიღაცა რაიმე უსამართლო ქმედებაში დაგვდებს ბრალს. საქართველოში ეუთოს მისიის მანდატის აღდგენის საკითხი სტამბულის სამიტზე გადაწყდება, რომელიც ივნისის ბოლოს არის დაგეგმილი. განაგრძობთ გამოშვებას ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღეს იმ ქართველი სამხედროების შევსებული სია გამოფინეს, რომლებიც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ პოლონეთში გადავიდნენ და სამხედრო სამსახური მის შეერაღებულ ძალებში გააგრძელეს. გენერალი ალექსანდრე ზაქრაძე, ბრიგადის გენერალი ალექსანდრე კონიაშვილი, ბრიგადის გენერალი ბაქრაძე, სულ 200-მდე სამხედრო მოსამსახურის სახელი და გვარი, რომელთაგან უმეტესობას იუნკერები წარმოადგენენ, პოლონეთის სახელმწიფო არქივში აღმოაჩინეს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტიურად ყველა ვინც კი გავიდა პოლონეთში, ნამდვილად არის მოხდრილი ამ სიებში იმის გამო, რომ სამედიცინო საზღვრის კვეთის ოქმებია, ასე ვთქვათ, სამედიცინო შემოწმების და გამორიცხულია, რომ რომელიმე გამორჩეონდათ ამ ოქმებში. თბილისის თავდაცვითი ხაზის 3 რაიონიდან ერთ-ერთს კოჯორი ტაბახმელის მიმართულებით სწორედ იუნკერები, ნაცვალთა სკოლის ჯარისკაცები, გვარდიისა და რეგულარული არმიის მცირერიცხოვანი დანაყოფები იცავდნენ. 19 თებერვალს ამ დაჯგუფებამ გენერალ ალექსანდრე ანდრონიკაშვილის მეთაურობით მე-11 არმიის შეტევები მოიგერია. მსხვერპლი იყო, რა თქმა უნდა იყო. სწორედ მაშინ დაიღუპა იუნკერთა დიდი ნაწილი, ფაქტობრივად შემტევთა ნახევარი დაიღუპა. გმირულად დაიღუპა მაშინ კაპიტანი თოიძე, ერთი ასეულის მეთაური, მაგრამ ამოცანა შესრულებული იქნა. კოჯორი მისი პოზიციები დაკავებული იქნა და არა მარტო განთავისუფლებული იქნა, არამედ ტყვეებიც იქნა აყვანილი დაახლოებით 150 კაცი. 23 თებერვლისთვის წითელმა არმიამ აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ფოილოს ხიდი აღადგინა და თბილისის ჯავშან მატარებლებითაც შეუტია. 92 წლის წინ 23 თებერვალს თბილისს ალყაში მოქცევის საფრთხე დაემუქრა. თუ იქ ასე თქვა სტატიკური ბრძოლები მიმდინარეობდა ლოკალური მასშტაბის კოჯორი ტაბახმელაში და იქ ხელს გვიწყობა ჩვენ რელიეფი. აქ უკვე სამანო რუსებს ძალიან დიდია. და სამანო ქვედანაყოფი მაშინ ეს არის კავალერია. კავალერია, რომელთაც ჩვენ ძალიან ვაგებდით მე-11 არმიასთან. საერთო ჯამში მთელ თბილისის ამ ბრძოლებში სადაც 400 კაციანი საკავალერიო ქვედანაყოფი ყავდა. 10 ჯერ და 12 ჯერ მეტი ყავდა ცითად არმიას. 1921 წლის 24 თებერვალს საქართველოს შეიარაღებული ძალების მაშინდელმა მთავარსარდალმა გენერალმა გიორგი კვინიტაძემ საღამოს 11 საათისთვის თბილისიდან მცხეთაში უკან დახევის ბრძანება გასცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ შემადგენლობას ტესტირება უტარდება, რომლის მიზანი სამართალდამცველი პირების უნარების შეფასება და კვალიფიციური კადრების გამოვლენაა. ტესტირებას 10,000-მდე ოპერატიული თანამშრომელი გაივლის და ის 2 დღეს გასტანს. ტესტირება თბილისის გარდა საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს. დილიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული თანამშრომლები ტესტირებას გადიან, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს გამოცდების სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოჩენას და მაღალ კვალიფიციური კადრის გამოვლენას ისახავს მიზნად. ტესტირება ორი სახით ტარდება, პატრულის თანამშრომლები კითხვარებს კომპიუტერის დახმარებით ავსებენ. ოპერატიულ თანამშრომლებს კი წერითი ტესტირებები უტარდებათ. ჩვენი მიზანი არის, რომ მოხდეს კვალიფიკაციის ამაღლება, დონის ამაღლება და აქ მინდა ხაზგასმით აღნიშნო, რომ ეს ტესტირება არ გამოიწვევს რაიმე სახის საკადრო გადაადგილებას ან ცვლილებებს. ეს უბრალოდ არის მიზანი არის ის, რომ დავადგინოთ თუ რა სირთულები გვაქვს, რა სუსტი ადგილები გვაქვს, რომ შესაბამისად ვერ ბრძოლოთ და გამოვასწროთ და უფრო გავაძლევთ ის სუსტი ადგილები. საგამოცდო ტესტები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ექსპერტებთან კონსულტაციის საფუძველზე შეადგინეს. კითხვარები კი მონაწილე პირების პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე. პოლიციის აკადემიაში სტუმრობის და ჟურნალისტებთან შინაგან საქმეთა მინისტრმა მომავალი საგაზაფხულო ტრენინგებიც დაანონსა. ჩვენ გვეგმოთ ფართო მასშტაბიან ტრენინგებს და საკვალიფიკაციო კურსების ჩატარებას გაზაფხულიდან ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად. მოახსენებთ, რომ მე ვიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მე მქონდა შეხვედრები FBI-ის ხელმძღვანელობასთან და მათთან ერთად დაიგეგმა შესაბამისი კურსები გაზაფხულისთვის. თბილისის მსგავსად ტესტირება გაიმართა საქართველოს სხვა რეგიონებშიც. სამინისტროს 10,000-მდე თანამშრომელს 2 საათნახევრის განმავლობაში 100 კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი. ტესტირებას გადიან უბნის ინსპექტორები, დეტექტივ გამომძიებლები, საპატრულო და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები. ტესტირება არ ტარდება ვინმეს სამსახურიდან დასათხოვნად. მთავარი მიზანი აქ არის საერთო სურათის დანახვა, საჭიროებების გამოვლენა, რათა შემდგომ შესაბამისად მოხდეს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება. ყველაფერი ეს კეთდება იმისთვის, რომ პოლიცია იყოს სწორედ საზოგადოებაზე ორიენტირებული და უკეთესად ემსახურებოდეს საზოგადოებას. ყველასთვის სავალდებელოა აღნიშნული ტესტირების გავლა და თითოეული ჩვენგანისათვის მსგავსი ტესტირებები არის ძალიან სასარგებლო იმისათვის, რომ აღვიმაღლოთ ჩვენი კვალიფიკაცია, პროფესიული დონე და მივესალმებით აღნიშნული ტესტირებების ჩატარებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული თანამშრომლების ტესტირება 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მინისტრის მიერ დაანონსებული საგაზაფხულო ფართომასშტაბიანი ტრენინგების დაწყების ზუსტი თარიღი კი ჯერჯერობით უცნობია. მეგემშვიდობებით, ხვალამდე, ნახვამდის.